1946 წელი, რომელსაც შეიძლება უწოდოთ სიმბოლურად ცივი ომის დასაწყისის წელიწადი. გავეცნოთ ქრონიკას. 16 იანვარი გაიხსნა ამერიკულ საბჭოთა კონფერენცია კორეის საკითხზე. საბოლოოდ ეს პრობლემა, რომელიც კორეასთან დაკავშირებით წარმოიშვა, მიგვიყვანს ორი კორეის დაბადებასთან, სამხრეთი კორეა და ჩრდილოეთი კორეა, კაპიტალისტური კორეა, სოციალისტური. 20 იანვარი საფრანგეთის დროებითი მთავრობის მეთაური გენერალი შარლ დე გოლი მოულოდნელად გადადგა თანამდებობიდან. ეს მიუთითებს დე გოლის ხასიათზე. დე გოლმა მსგავსი ნაბიჯი ორჯერ გადადგა თავის ცხოვრებაში და ყოველთვის მისი გადადგომა იყო ან რაღაცის დასასრული, ან რაღაცის დასაწყისი. ანუ ყოველთვის იყო პოლიტიკურად ძალიან ისეთი საზრისის მქონე. 5 თებერვალი საბჭოთა ამერიკული კონფერენცია კორეის საკითხზე უშედეგოდ დასრულდა. აი აქ უკვე ჩაისახა მომავალი დაპირისპირებისა და ომის საფუძველი. 18-23 თებერვალი აჯანყება ინდოეთში. ინდოელი მეზღვაურები აჯანყდნენ. 24 თებერვალი კიდევ ერთი საინტერესო პერსონაჟი გამოჩნდა პოლიტიკური თეატრის სცენაზე. არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ხუან დომინგო პერონმა. პერონი, რომელიც შემდეგ მოგვევლინება როგორც დიქტატორი, როგორც ავტორიტარი და მთელი ეპოქის განმსაზღვრელი არა მხოლოდ არგენტინის, არამედ სამხრეთ ამერიკის პოლიტიკასა და ისტორიაში. 5 მარტი ჩერჩილის ფულტონის სიტყვა, ცივი ომის დასაწყისის სიმბოლური თარიღი. ჩვენ ამაზე უფრო დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებთ. 15 მარტი სტალინური პერიოდის ყველაზე მსხვილი ადმინისტრაციული რეფორმა. ბოლშევიკური ნარკომატები სამინისტროებად გარდაიქმნა, ხოლო ნარკომატების საბჭო მინისტრთა საბჭოდ. ანუ ეს ხდება 46 წელს. ამით ფაქტობრივად დასრულდა ბოლშევიკური რევოლუციის ბოლო რელიქტი და საფუძველი ჩაიყარა იმ ბიუროკრატიულ წყობას, რომელიც დღემდე არსებობს რუსეთში. ეს სწორედ სტალინის მიერ არის შექმნილი. ბოლო ბოლშევიკური მემკვიდრეობა გაუქმდა. შეიქმნა ახალი სისტემა, რომელიც სხვათა შორის ავად თუ კარგად დღემდე მუშაობს რუსეთში. 18 აპრილი ერთა ლიგამ თავისი უფლებამოსილება გაეროს გადასცა. აი სწორედ ეს 46 წელი, ანუ ერთა ლიგა არსებობდა აქამდეც, მაგრამ თქვათ ასე, მისი ფუნქციები საკმაოდ შეიძლება ეს ვთქვათ სიმბოლური იყო. დაიბადა ახალი ორგანიზაცია და ერთა ლიგამ ოფიციალურად გადასცა მას უფლებამოსილება. 2 ივნისი იტალიის ისტორიაში მართლაც მნიშვნელოვანი დღე, ალბათ ძველი თაობის ადამიანებს, ჩემი თაობისა და ჩემზე უფროსებს გვახსოვს იტალიური ნეორეალიზმის და პოსტნეორეალიზმის ბევრ ფილმში იქნება ასახული ის, რასაც ახლა ვიტყვით. რეფერენდუმი იტალიაში მოსახლეობის 55%-მა უარი თქვა მონარქიულ წყობაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, როდესაც იტალია ყალიბდებოდა 19 საუკუნის 60-70 წლებში, სწორედ მონარქიულმა სისტემამ, რა თქმა უნდა კონსტიტუციურმა, ბევრად განსაზღვრა ახალი იტალიის დაბადება და ისეთმა მეფეებმა, როგორც იყვნენ ვიქტორ ემანუელ I, ვიქტორ ემანუელ II, მეფე უმბერტო, ბევრი რამ განსაზღვრეს. აი, სწორედ 46 წლის 2 ივნისს მოხდა ეს ფაქტი და ბევრ იტალიურ ფილმში, ნეორეალისტურ ფილმში არის ასახული, როგორ უსმენენ რადიოთი აი გადმოცემას და როგორი დღესასწაულია რესპუბლიკელებისთვის და კომუნისტებისთვის, ლიბერალებისთვის და როგორ განიცდიან და გლოვობენ მონარქისტები და კონსერვატორები. 3 ივნისი მთელი ჩინეთი სამოქალაქო ომმა მოიცვა. გენერალი ჩან კაიში ამერიკის შეერთებულ შტატებში მიფრინავს სამხედრო დახმარების სათხოვნელად. საქმე ის არის, რომ ეს კონფლიქტი, რა თქმა უნდა, ერთ დღეს არ დაწყებულა, ბევრი წინაპირობა იყო დაპირისპირებები გომინდანსა და კომუნისტებს შორის, მაო ძედუნი გვახსოვს წინა წელს უკვე ჩაფრინდა ჩინეთში, მაგრამ 3 ივნისი მართლაც ესეთი სიმბოლური თარიღია, ძალიან გამოიკვეთა ერთ მხარეზე ჩან კაიშის ხელისუფლება, მეორე მხარეზე ეს კომუნისტები და უნდა ვთქვათ, რომ თავიდან დიდ წარმატებებს სწორედ ჩან კაიში მიაღწია და ესეც ჩანდა, რომ კომუნისტური ფრონტი მას ვერ გაუწევდა
შესაბამის წინააღმდეგობას. ეს ბოლო ფაზა გაგრძელდა 3 წელი 46-დან 59 წლამდე და საბოლოოდ კომუნისტებმა გაიმარჯვეს. 6 ივნისი ძალიან ესეთი საინტერესო თარიღი. ნიუ-იორკში დაფუძნდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია NBA in action. It's fantastic. ყველას გვახსოვს ეს სლოგანი, განსაკუთრებით იმ პერიოდის ადამიანებს, როდესაც ვერ ვნახულობდით ხოლმე პროფესიონალთა თამაშებს. 11 ივნისი გენერალმა ჯორჯ მარშალმა ჩანკაიშის ტრუმენის დავალებით სამხედრო დახმარება აღუთქვა და მართლაც 3 წლის განმავლობაში შეიძლება ითქვას შეერთებული შტატები პირნათლად ასრულებდა თავის სიტყვას, ყველანაირად ეხმარებოდა, რამდენადაც მას შეეძლო, ყველანაირად ეხმარებოდა ჩანკაიშის მხარეს. 29 ივლისი პარიზში გაიხსნა მეორე მსოფლიო ომის შედეგების სამშვიდობო კონფერენცია. 16 ოქტომბერი ნიურნბერგის პროცესის განაჩენები ომის მთავარ დამნაშავეთა მიმართ აღსრულდა. 30 ოქტომბერი არგენტინამ გაეროს სანქციების გვერდის ავლით სავაჭრო ხელშეკრულება გააფორმა ფრანკოს ესპანეთთან. ჩვენ კარგი ხანია არ შევხედავთ ფრანკოს ესპანეთს, ის ფაქტობრივად იზოლაციაშია, მთელი 6 წელი 7 მის წინააღმდეგ მოქმედებს სანქციები კიდე გაგრძელდება, თუმცა ნელ-ნელა ეს სანქციები უფრო და უფრო გამჭვირვალე გახდება. მაგრამ ახლა აი სწორედ ის პერიოდია, როდესაც ფრანკოს ესპანეთი არის იზოლაციაში და არის საკმაოდ ძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში. თუმცა როგორც აღმოჩნდა ის რეფორმები, რომელიც ფრანსისკო ფრანკომ გაატარა, განსაკუთრებით ეკონომიკური, ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და საფუძველი დაუდო მომავალ ესპანეთს. 25 დეკემბერი საბჭოთა კავშირში ამოქმედდა ევროპაში პირველი ატომური რეაქტორი. აი სამწუხაროდ უკვე გამოჩნდა ამერიკის სადაზვერვო შტაბის ესეთი არასწორი გათვლა. შეგახსენებთ მაყურებელს და მსმენელს შევახსენებ, რომ ერთი წლის წინ, კერძოდ 1945 წლის დაახლოებით შემოდგომაზე ამერიკის სამხედრო შტაბმა ისეთი დასკვნა გამოიტანა, რომ საბჭოთა კავშირს არ აქვს ატომური იარაღი. აქედან გამომდინარე, ის ვერ იქნება შეერთებული შტატების მთავარი მოწინააღმდეგე. და შემდეგ ესეთი გათვლა იმავე მოხსენებით ბარათში, რომ გამომდინარე საბჭოთა ეკონომიკის მდგომარეობიდან ასეთი იარაღი ვერ შეიქმნება 1966 წლამდე. არადა როგორც ხედავთ, უკვე 1 წლის შემდეგ ატომური რეაქტორი აამუშავეს. ეს რას ნიშნავს? ატომური რეაქტორი არის წინაპირობა. ეს ჯერ რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ ატომური იარაღი არსებობს, მაგრამ ეს არის გარკვეული წინაპირობა და ჩვენ იმასაც ვნახავთ, რომ 59 წელს საბჭოთა კავშირში გამოცდიან ატომურ იარაღს. ასე რომ სამწუხაროდ შეერთებული შტატების აი ეს პროგნოზი არასწორი აღმოჩნდა, რამაც ისტორიას თავისი კვალი დააჩნია. წლის რა თქმა უნდა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა ამ დღევანდელ გადასახედიდან და არა მხოლოდ დღევანდელი, მაგრამ მაინც ესე ვიტყოდი, არის რა თქმა უნდა ჩერჩილის ფულტონის სიტყვა. შეიძლება ითქვას, რომ გამოყენებულმა რამდენიმე კონცეპტუალურმა მეტაფორამ ძალიან დიდი როლი შეასრულა არა მხოლოდ პოლიტიკურ დისკურსში, ანუ პოლიტიკოსების მეტყველებაში, არამედ ბევრი რამ განსაზღვრა კონცეპტუალური თვალსაზრისითაც და იდეოლოგიური თვალსაზრისითაც. კერძოდ, ჩერჩილმა პირველად გამოიყენა კონცეპტუალური მეტაფორა რკინის ფარდის, რომ აი ეშვება რკინის ფარდა და სამყარო იყოფა ორ ნაწილად, ერთ მხარეზე არის თავისუფალი სამყარო, მეორეზე არის არათავისუფალი. ერთი რამის უნდა გავითვალისწინოთ. ალბათ გვახსოვს, რომ 1945 წლის ივლისში გამარჯვებული ჩერჩილი, ანუ კაცი რომელსაც ომმა მოიგო, უარი უთხრა საკუთარმა ამომრჩეველმა, მთლიანობაში გულისხმობ ბრიტანელ ამომრჩეველს, კერძოდ ჩერჩილის პარტიამ წააგო საპარლამენტო არჩევნები და მოგეხსენებათ, რომ ბრიტანეთში არის კლასიკური პროპორციული არჩევნები, ანუ პროპორციული სისტემით იმართება და გამარჯვებული პარტიის ლიდერი ხდება პრემიერ-მინისტრი. აი სწორედ 45 წლის ზაფხულში, კერძოდ ივლისში, ჩერჩილის პარტია დამარცხდა
და მოვიდა მის ნაცვლად მოვიდნენ ლეიბორისტები, კერძოდ პრემიერ-მინისტრი გახდა კლემენტ ეტლი და პოტსდამში სწორედ ამიტომ იყო ესეთი კონფიგურაცია. ნუ ჰარი ტრუმენი გარდაცვლილი რუზველტის ნაცვლად, კლემენტ ეტლი როგორც ახლად არჩეული, ახლად გამომცხვარი პრემიერ-მინისტრი. ჩერჩილი თავს გრძნობს საკმაოდ დამცირებულად უკვე ესეთი სიტუაციაა, ნუ მავრმა შეასრულა თავისი როლი და მავრი უნდა წავიდეს, მაგრამ მას ღრმად წამს, რომ მას კიდე არ უთხოვს ბოლო სიტყვა და თან თავის თავში გრძნობს გარკვეულ ძალებს. ის გაღიზიანებულია, ამიტომ უნდა ყურადღების მიქცევა. ყველაფერმა ამან და თან იმანაც რომ როგორც გადმოცემით ვიცით მოითხოვა ერთი ბოთლი ვისკი, თავის საყვარელი სიგარა და ერთი ბოთლის დალევის შემდეგ წარმოთქვა ეს თავისი ცნობილი ფულტონის სიტყვა, რომელმაც უნდა ითქვას, რომ ჰარი ტრუმენზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ტრუმენი გარკვეული აზრით ელოდებოდა ამ სიტყვას და როგორც გარემოცვა შემდეგში ამბობდა, ფაქტობრივად მსოფლიო ისტორია წავიდოდა ისე, რომ თუ ჩერჩილი იტყოდა, რომ დაუშვათ შესაძლებელია თანამშრომლობა საბჭოთა კავშირთან, ტრუმენი ალბათ ამ რჩევას გაყვებოდა, მაგრამ სწორედ ჩერჩილის რადიკალიზმმა, რომელსაც ბევრი საფუძველი ჰქონდა, განაპირობა სწორედ ესეთი არჩევანი. ძალიან საგულისხმოა სტალინის რეაქცია, როდესაც მას დაუდეს ფულტონის სიტყვა, როდესაც მან წაიკითხა, უიმე რა საინტერესოა, ჰიტლერის თავის დროზე ესე ლაპარაკობდაო. განსაკუთრებით ეს მომენტი იყო თვალსაჩინო ჩვენ და ისინი და სამყარო ორად არის გაყოფილი და ასე შემდეგ. ასეა თუ ისე 46 წელი უნდა მივიჩნიოთ იმ ცივი ომის დასაწყისად, რომელიც მთელი 45 წლის განმავლობაში 1946 წლიდან საბჭოთა კავშირის დანგრევამდე განსაზღვრავდა არ შევსდებით თუ ვიტყვით მსოფლიოს ორი სისტემა კაპიტალიზმის და სოციალიზმის დაპირისპირება, მაგრამ არა მხოლოდ როგორც ჩანს გარკვეული კორეგირება არის შესატანი მარქსის ძალიან ნიჭიერ, მაგრამ არც ერთი თეორია არ არის ჭეშმარიტი. ბოლომდე არ იყო ხოლმე ამ ხრელები თეორიაში. მარქსი მიაჩნდა, რომ ეკონომიკა არის ბაზისი და კულტურა არის ზედნაშენი, იდეოლოგია არის ზედნაშენი. მაგრამ როგორც დასავლეთის და რუსეთის ურთიერთმემართება მიგვანიშნებს, სოციალისტური რუსეთი, კაპიტალისტური რუსეთი, რუსეთსა და დასავლეთს შორის მაინც არსებობს წინააღმდეგობა. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ცოტა უნდა გადავხედოთ მარქსის ეულ მიდგომას და ვთქვათ, რომ გეოპოლიტიკაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ხშირად შეიძლება სწორედ იდეოლოგია აღმოჩნდეს ზედნაშენი და გეოპოლიტიკა ან კულტურა ბაზისი. ასეა თუ ისე 1946 წლიდან მოყოლებული 1991 წლამდე ცივი ომი განსაზღვრავდა ორპოლუსიანს მანიქეურ სამყაროს, სადაც ერთი თეთრია, მეორე შავი, ნუ ეს გემოვნების ამბავია და იდეოლოგიის ვის რომელი უნდა თეთრი იყოს თუ შავი. ეს 45 წლის განმავლობაში მიმდინარე ცივი ომში ხან ტემპი ვარდებოდა, ხან დრო ჩქარდებოდა, მაგრამ ასეა თუ ისე სამყარო იყო ნამდვილად დიქოტომიური, ორპოლუსიანი და მანიქეური. 91 წლის 22 დეკემბერს საბჭოთა კავშირის კოლაფსით დამთავრდა ცივი ომიც და ხანმოკლე მე-20 საუკუნეც, მაგრამ ჯერ აქამდე დიდი დროა, 45 წელია და გადავხედოთ კიდევ რა საინტერესო კულტურული მოვლენები მოხდა 1946 წლის განმავლობაში. 1946 წელს გერმანელ მწერალ ჰერმან ჰესეს მიენიჭა ნობელის პრემია. როდესაც 1943 წელს თომას მანმა დაიწყო თავისი დოქტორი ფაუსტუსის წერა,
ამას ძალიან ესეთი საინტერესო მომენტი უძღოდა წინ. საერთოდ თომას მანსა და ჰერმან ჰესეს შორის გარეგნულად და ისედაც საკმაოდ კარგი ურთიერთობა იყო. ისინი აღიარებდნენ ერთმანეთს როგორც კარგ მნიშვნელოვან მწერლებს, იყო მათ შორის მიმოწერა, როგორც წესი გარკვეული პერიოდიდან ერთმანეთს უგზავნიდნენ თავიანთ ნაწარმოებებს და იყო ხოლმე ესეთი მომენტი, რომ ხშირად თემატურად მსგავს თემებზე წერდნენ ხოლმე ნაწარმოებებს. და ხშირად ხდებოდა ისე, რომ ჰესე რაღაცნაირად იმეორებდა თომას მანის თემატიკას, ოღონდ რა თქმა უნდა სრულიად სხვანაირად. კერძოდ არის მისი ესეთი მოთხრობა დამსვენებელი, რომელიც არის დაწერილი ჯადოსნური მთის შემდეგ, სადაც დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა. აი ამ შემთხვევაში მოხდა პირიქით. სანამ დაიწყებდა დოქტორი ფაუსტუსის წერას, თომას მანმა უკვე იცოდა, რომ მისი მთავარი პერსონაჟი, მისი ფაუსტი, უნდა ყოფილიყო არა თეოლოგი, ან ფილოსოფოსი, როგორც ის არის მოყოლებული მე-16 საუკუნის ხალხური წიგნიდან, არამედ უნდა ყოფილიყო კომპოზიტორი. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, იმიტომ რომ მუსიკა მოგეხსენებათ და განსაკუთრებით კომპოზიტორის ფიგურა გერმანულ კულტურაში მოყოლებული მე-19 საუკუნის დასაწყისიდან ძალიან დიდ როლს ასრულებს. ასევე ლიტერატურაში. ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანის შესანიშნავი გერმანელი რომანტიკოსის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი არის კაპელმეისტერი კრაისლერი. ანუ ეს გარკვეული ტრადიციაა, კომპოზიტორი, მთავარი გმირი კომპოზიტორი, ეს უკვე გერმანულ კულტურაზე მიგვანიშნებს და ის როდესაც რომენ როლანმა დაწერა თავის ჟან კრისტოფი, აქაც ჟან კრისტოფის პროტოტიპად ბეთჰოვენი აიღო. ანუ ესეც არ არის შემთხვევით, იმიტომ თან რომენ როლანი საკმაოდ დიდ გავლენას განიცდიდა გერმანული კულტურის. აი სწორედ როდესაც იწყებს თომას მანი თავისი ჩანაფიქრის ხორჩესხმას, მან მიიღო წიგნი მიიღო ევროპიდან სათაურით, გერმანულად ეს ჟღერს გლას პერლენშპილ. ქართულად ცხონებული რეზო ყარალაშვილი, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში ჰესეს შემოქმედების, ქართულად გვთავაზობს ესეთ თარგმანს: რიოში მარგალიტებით თამაში. გლას პერლენშპილ. რომანი მიეკუთვნება ან utopიის, ან ჰეტეროტოპიის ჟანრს. წინათქმა არის ძალიან საინტერესო, სადაც ლაპარაკია ჩვენს ეპოქაზე, ანუ აი ჩვენ რა ეპოქაში ვცხოვრობთ, იმ ეპოქაზე და ამ ეპოქას წინათქმის ავტორი უწოდებს ჟურნალისტურ ეპოქას უწოდებს, ზედაპირულ ეპოქას, რომელიც კატასტროფით დასრულდა. ზედაპირულობა და მატერიალიზმა კულტურა ჩიხში შეიყვანა და მოხდა დიდი აპოკალიფსი, რის შემდეგაც დაიბადა სრულიად სხვა ტიპის კულტურა, სადაც ხდება რომანის მოქმედება, სადღაც 22-23 საუკუნეში, პირობითად. და გამოგონილ ქვეყანაში, რომელსაც კასტალია ეწოდება, არის ორდენის მსგავსი, საშუალო საუკუნეების ტიპის ორდენის მსგავსი ინსტიტუცია და სადაც მთავარი მომენტი არის სწორედ არა მატერიალიზმი, არა პრაგმატიზმი, არამედ მედიტაცია და მედიტაციური თამაში, რომელსაც ეწოდება სწორედ ეს გლას პერლენშპილი. არის ორდენი, რომელიც იერარქიულად არის მოწყობილი და ეს მედიტაციური თამაში, რომელიც არის სხვადასხვა ელემენტებისგან, მთელი მსოფლიო კულტურის მემკვიდრეობით და მუსიკა თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან სერიოზულ როლს აი ამ მედიტაციურ თამაში. ანუ ჰესე გვთავაზობს რას? სპირიტუალურ სულიერ უტოპიას, რომ აი ეს ჩვენი ეპოქა უნდა დამთავრდეს თავისი პრაგმატიზმით და იმის შემდეგ რაც იქნება, ერთადერთი რაც გადაარჩენს კაცობრიობას, ეს არის მედიტაცია, მჭვრეტელობა, სულიერება, სადაც მთელი მსოფლიო კულტურის მემკვიდრეობა ათვისებული იქნება, როგორც ჩინური, ისე ინდური, ისე ევროპული მუსიკა, ინდური იოგა, ჩინური დაო, ეს ყველაფერი არის აი ამ მედიტაციური თამაში ჩართული და მისი თემები თუ ტოპოსებია. აი ესეთი რაღაცა შემოგთავაზა ჰესემ, რომელშიც მუსიკა ასრულებს ძალიან სერიოზულ როლს. და სწორედ ამიტომაც თომას მანი თავის
ასეთ ნაწარმოებში ძალიან საინტერესო ნაწარმოებში მე დღიური წესი ჩანაწერები მქონდა, როდესაც ის წერდა თავის დოქტორ ფაუსტუს, რომელსაც რომანზე ან რომანის რომანი ეწოდება, როგორ იწერებოდა დოქტორი ფაუსტუსი. აქ აღნიშნავს, რომ როგორი ბიძგი და სტიმული იყო გარკვეული აზრით მისთვის ჰესეს გლასპერლენშპილი, ანუ რიოში მარგალიტებით თამაში. ამავე წელიწადს რუსმა მწერალმა ემიგრაციაში ივან ბუნინმა გამოაქვეყნა თავისი ბნელი ხეივნები. 1956 წლამდე ბუნინის რეპუტაცია არის ურყევი, ის არის ნობელის პრემიის ლაურეატი, არაჩვეულებრივი მწერალი, კლასიკოსი, მაგრამ უნდა ითქვას, რომ აი სწორედ მისი ცხოვრების ბოლო აღმოჩნდა არნახულად ნაყოფიერი. თავისი ორი ოპუს მაგნუმ ბნელი ხეივნები და შემდეგ არსენიევის ცხოვრება აღმოჩნდა არანაკლებ თუ უფრო მნიშვნელოვანი არა ვინმე რაც მანამდე ჰქონდა დაწერილი. ძალიან საგულისხმოა რომ ეს 46 წელს გამოსულა აი ამ მოთხრობათა კრებულში, რომელიც რაღაც ესე აკინძულია, არჩეულად გადაბმულია, თუმცა განსხვავებული მოთხრობებია სიტუაციობრივად. თემა ყველგან არის ერთი, ეს არის სიყვარული ქალსა და მამაკაცს შორის. არის არნახულად ჰარმონიული, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ტრაგედიაც თამაშდება და ბევრი მოთხრობა არის საკმაოდ დრამატული, არის არნახულად ჰარმონიული და საერთოდ არ იგრძნობა ომის კატასტროფა, არ იგრძნობა ეს აპოკალიფსი, რაც ევროპაში მოხდა. ეს არის ბუნინი, რომელიც ძირითადად იხსენებს თავის ახალგაზრდობას და ამ თვალსაზრისით შეიძლება ვთქვათ, რომ არავინ არ არის მე-20 საუკუნეში ისე ორიენტირებული წარსულის აღდგენაზე და სრულფასოვან აღდგენაზე თითქოს ხუთივე გრძნობით, როგორც ბუნინი. ამ აზრით მას შეიძლება პრუსტი შევადაროთ, მაგრამ თუ პრუსტთან ძალიან წინა პლანზე არის წამოსული მისი ფილოსოფია და მეტაფიზიკა, რის გამოც ის ჩვენი შესანიშნავი თანამემამულის მერაბ მამარდაშვილის უსაყვარლესი ფილოსოფიური პერსონაჟი იყო. ბუნინთან ყველაფერი უკვე ტექსტშივეა ნათქვამი. ბუნის არანაირი ფილოსოფია არ ჭირდება, იმიტომ რომ ბუნინის მოთხრობებში უბერავს აი ეს ტრანსცენდენტური სულისკვეთება. ყველგან ტრაგიკულ და დრამატულ მოთხრობებშიც კი ეს არის ღვთის შექმნილი ჰარმონიული სამყარო, რომელსაც აი თითქოს შექმნის პირველ დღეს უყურებ. ყველაფერი ისეთი ხასხასა და ნათელია. და ამავე წელიწადს გამოვიდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უკვე ფილოსოფიური ნაწარმოები, პატარა ესე, რომელმაც ძალიან დიდი როლი შეასრულა ევროპული კულტურის ისტორიაში და დღემდე ეს შეიძლება ითქვას ეს ტრაქტატი ამ ტრაქტატს არ დაუკარგავს და არ დაკარგავს მნიშვნელობა. ეს არის გერმანელი ქრისტიანი ფილოსოფოსის იოზეფ პიპერის ტრაქტატი, რომელიც ბევრად უკეთესად ჟღერს ინგლისურად, ვინმე გერმანულად, ანუ იმ ენაზე, რომელზეც დაიწერა. გერმანულად ეს არის Muße und Kult, მოცალეობა და კულტი. ინგლისურად ჟღერს შემდეგნაირად, მოცალეობა როგორც კულტურის საფუძველი. და მისი ინგლისურ ენაზე წინასიტყვაობა ამ ტრაქტატისათვის დაწერა თვით ტომას სტერნს ელიოტმა. ესეთი აპოლოგეტური სახის წინასიტყვაობა დაწერა, იმიტომ რომ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტია, რომელიც გვახსენებს ბერძნულ კულტურას, საიდან წამოვიდა პიპერის აზრით ევროპული კულტურა, სადაც მოცალეობა, სხოლე განსაზღვრავდა ამ კულტურის რაობას, თვითობას. ბერძნები მიიჩნევდნენ, რომ თავისუფალი ადამიანი არ თავისუფალისაგან განსხვავდება იმით, რომ მას აქვს მოცალეობა, სხოლე. ეს ის სიტყვა, რომელიც ბევრ ენაშია, მათ შორის ქართულშიც შემოსული. ინგლისურში ეს არის cool, გერმანულში შულე, ქართულში ეს არის სკოლა. ბერძნებისთვის აი ეს ადგილი, სადაც ჩვენ ვსწავლობთ, არის მოცალეობა. თავისუფალ ადამიანს უნდა ჰქონდეს მოცალეობა, სწორედ ამით განსხვავდება ის არათავისუფალი ადამიანისაგან. რას აკეთებს თავისუფალი ადამიანი? მოცალეობის ჟამს. მოცალეობის ჟამს ის სულიერად ვითარდება. ის მისდევს მჭვრეტელობით ცხოვრებას. განდგომილ ქალაქიდან განდგომილ ცხოვრებას, რაც სხვა არაფერია, თუ არა ფილოსოფიური ცხოვრება. ფილოსოფიური ცხოვრება ეს არის ჭეშმარიტების ჭვრეტა. იოზეფ პიპერმა დაგვანახა ევროპული კულტურის საფუძველი, ანუ ბერძნული
ცივილიზაციის საფუძველი და მოცალებების როლი, მაგრამ არა მხოლოდ ბერძნულ კულტურაში, არამედ როგორ გაგრძელდა ეს ქრისტიანობაში, სადაც ჭვრეტა და ქმედებითი ცხოვრებას განასახიერებენ ლუკას სახარების პერსონაჟები მარიამი და მართა, სადაც მარიამი ქრისტეს ფეხით არის და უჭრობს თავის მასწავლებელს, ხოლო მართა ზრუნვით არის აღსავსე. ეს ალეგორიული ფიგურები საშუალო საუკუნეებში, ევროპულ საშუალო საუკუნეებში იქცნენ ჭვრეტითი და ქმედებითი ცხოვრების გამომხატველ ფიგურებად. მასშტაბი ქრისტიანობა აგრძელებს აი ამ ბერძნული კულტურის მონაპოვარს, ქრისტიანობაშიც ასევე მოცალეობა და ჭვრეტა არის კულტურის გულისგული და საფუძველი და პიპერი შეგნებულად იწყებს თავის წიგნს შემდეგი ფრაზით, რომ ბევრი იტყვის, რომ რა დროს მოცალეობა არის, როდესაც გერმანია დანგრეულია, როდესაც მეორე ომის შედეგები ასეთი მძიმეა, რომ ევროპა აი სწორედ ეხლა უნდა გავიხსენოთ ჩვენი კულტურის საფუძვლები, რადგანაც სწორედ ცხოვრების იმ წესმა, რომელმაც დაივიწყა ჭეშმარიტი მოცალეობა და ჭვრეტა, მიგვიყვანა იმ კატასტროფამდე, რომელსაც გამოხატავდა მეორე მსოფლიო ომი. ამ თვალსაზრისით იოზეფ პიპერის აი ეს მოწოდება, რომ მოცალეობა და ჭვრეტა არის კულტურის საფუძველი, არის მნიშვნელოვანი დღესაც ჩვენთვის, ყველა იმ ადამიანისათვის, რომლებიც ვცდილობთ, რომ ვიყოთ მემკვიდრე დიდი ანტიკური ქრისტიანული კულტურის. ამ თვალსაზრისით პიპერის წიგნი, ეს პატარა სულ რაღაც 40 გვერდიანი წიგნი, როგორც გალაქტიონი იყო და ბევრ ტომეულებს გაუთანაბრდება.